მივიდა ბავშვი ბაღში, ვთქვათ, დილას 9 საათზე და ჯგუფში არის 4 ბავშვი. აღმოსავლელმა იცის, რომ ბავშვის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი არის თამაში. მაგრამ მაგალითად ეუბნება, რომ იცი რა შეიძლება დაჯდე და დაელოდო სხვა ბავშვებს. სხვა ბავშვებს. რაც ჩვენ გადაგვხდენია ჩვენს ბავშვობაში და ტრამვებადაც კი დაგვრჩენია, სულ მგონია, რომ ეს პრობლემა მაინც დღეს 21 საუკუნის საქართველოში მაინც დგას. კომის ესე ვთქვათ, გადაგდება და ამის თავიდან აცილება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს რაღაცა ღირებულებები ხო, ხა ადამიანებში გამჯდარია. ალბათ შინაგანი თავისუფლების ამბავიცა ადამიანის და ესეც ბევრს განსაზღვრავს, როგორ უდგები შემდეგ ბავშვს, ხარ დესპოტი თუ ხარ მეგობარი. თავარი პრობლემა ზოგადად ეს არის მუნიციპალურ დონეზე ის შიშები, იმიტომ რომელიც საბავშვო ბაღის პერსონალს აქვს. ბაღი კი არა, გაერთიანებაც კი ძალიან შეჭირვებულია გადაწყვეტილების მიღებაში, ძალიან უჭირთ საკუთარ თავის, საკუთარი აზრის გამოხატვა. როცა იცი რომ შენს ბაღში მყოფ ბავშვს რაღაცა სერიოზული ისინი აქვს შეზღუდებია, თუნდაც რესურსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, უნდა აიმაღლო ხმა. რა მდგომარეობაშიც არის თავად ადგილობრივი თვითმმართველობა, ზუსტად იმავე სიტუაციაში არის საბავშვო ბაღები და მისი ადმინისტრაციებიც და ის გაერთიანებებიც, რომ მუნიციპალური გაერთიანებებია.